მე ვარ სონა კალამბაძე, მოქალაქე, რომელიც თავს ვალდებულად თვლის, რომ მიიღოს მონაწილეობა და ხმა მოიგოს ყველა იმ უსამართლობაზე, რაც გარშემო ჩვენს ქვეყანაში ხდება. ქანაც აღარ გავართ ხმამაღლა რო ლაპარაკობთ, თუ ანუ არ ვიცი რომ ბედავთ, რომ ხმა მოვიღოთ, ბედავთ, რომ რუპორი დავიჭიროთ და ვიყვიროთ და ეგ გითხრეს, რომ რადგან შენ ესე იქცევი, შენ ქალი აღარ ხარ და შესაბამისად იგივენაირი სისასტიკით მოგექცევით, როგორც მაგალითად ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში კაცებს როგორც ექცეოდნენ, რომ არ ვიცი რამდენ კაცს სახისმები დაუღეწეს. ხო, 18 იანვარს ამ მსვლელობის დროს, პოლიციურ რეჟიმის წინააღმდეგ მსვლელობის დროს ძალიან ცოტანი ვიყავით, არ ვიცი, ალბათ მაქსიმუმ 40 ადამიანი ვიყავით და საერთოდ არ გვიფიქრია, რომ შეიძლებოდა იმ დღეს ყოფილიყო დაჭერებს 6 ადამიანი დაგვაკავეს. ფულია, რომ ჩვენ იძულებული ვართ, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს ამ მათ მოტანილ ნებისმიერ კანონს უნდა დავემორჩილოთ და თან ხა ეს კანონი არ ითვალისწინებს დაჭერას, კაცო, ანუ ეს ითვალისწინებს დაჯარიმებას და კამერებში უფრო კარგად მივხვდი, ვუყურე რა მოხდა. რომ ანუ ამ პოლიციელების მასაში ვარ გაზრდილი ფაქტიურად და ესე რაღაც მომენტში ეს ადამიანი რომელიც დააკავეს პირველი და ეს რო შეიყვანეს მე მაგ დროს დავეცი და ეგ ხმა მახსოვს რომ ეგეც შემოიყვანეთ და ან მახსოვს რომ მივხვდი რომ გონი მე მიჭერენ ფეხი ამისრიალდა და ეს შუშაც ჩამოიმტრა და მე ეს კივილის ხმა ჩამესმა და თან ეს ადამიანები ვინც გარეთ დარჩა იქ ამ პოლიციელების მიღმა რომელიც დარჩა კარგად ხო ვერ აღიქოვდა რა მოხდა დაინახეს რომ ჩამოიმტრა შუშა და ეს კივილი და ის რაღაცა მივხვდი რომ გარეთ ძალიან ბევრი ისეთი გაცილებით უფრო მეტად შეეშინდა რეალურად ხალხს დაჭერის მომენტში მოხდა თმების მოკაჩვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა და იმის მერე აღარ გამეორებულა არც იქ ოთახში და არც იზოლატორში, ან მერე აღარ იყო ეგეთი. არავინ არ დაგვარეკინა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, ჩემი დაკავება მოხდა 5:30-ზე. საათნახევარი გავატარე თემქაზე პოლიციის შენობაში. იქიდან გადაგვიყვანეს აი საპატრულო პოლიციის მთავარი ოფისი რაც არის ეს შუშებიანი დიდი შენობა. იქ ვიყავით საზაფხულო, იმას ეძახიან თურმე საზაფხულო ოთახს. რეალურად უფრო გავს რაღაც საწყობს უზარმაზარი სივრცე არის, რომელსაც ზევით შუშები არ აქვს. და ანუ ამ ყინოში ორ პირი იყო და ანუ არ ვიცი, ძალიან ციო და ამდენი საათიანი იქ ყოფნის დროს მამი და ჩემი თურმე გარეთ ყოფილა ამ შენობასთან სადღაც შეუძლია ადამიანს, ჩვეულებრივ ადამიანს რომ მოვიდეს და კითხულობდა აქ არის თუ არა. და გვეუბნებოდნენ რომ არა, ანუ ყველა ჯერზე ყველა ატყუებდა რა. საბუთების შევსება, მე რაღაც ის ანაბეჭდები, ალბათ ერთი 10 წუთი მარტო ამ ანაბეჭდების აღებამ წაიღო. მე რაღაც აი რა გაცვია, მაგალითად ორი შარვალი არ გაქვს უფლება რომ გეცვას ერთი უნდა დატოვო, 2 მაისური არ უნდა, თითო უნდა გეცვას ყველაფერი და მე ქალი რჩება, ქალი თანამშრომელი, რომელიც მე გამოწევს უშუალოდ რა. და ეს რაღაც პატარა ის შირმა გახსნა და მითხრა რომ ის შედიო და გაიხადეო. ხო და მე კი სულ უნდა გავიხადე, თქო კიო სულ უნდა გაიხადო. ანუ მე ძალიან ისეთი იყო რა, ძალიან შოკირებული ვიყავი. მე ანუ სულ რატო უნდა გავიხადე, თქო, ნუ რა ესეთი წესიაო მითხრა და თან არის კამერა იქ.
და მეთქი ანუ აი კამერა და არაო ეგო დაბნელებულია და არ ჩასო ესე დეტალურადო მან და არ ჩასო. ასევე ზუსტად კარი არის იმის გაყოვნებაზე და ეს ოთახი არის ალბათ სულ 5 კვადრატიანი რა და ამ 5 კვადრატში არის კარი რომელიც არ ჩაკეტილა არის კამერა და რაღაცა პატარა შირმა რომელიც ну რა ვიცი ვერ გეფარება ეხა აშკარად ისე რომ მთლიანად არ გამოჩნდეს რა დაიფაროს შენი სხეული. და არაო ეხა იციანო რომ ეხა მიდისო ეს დეტალური დათვალიერებაო და არავინ არ შემოვაო. ხო ну რაღაც გავიხად ბუქნს გაკეთებინებენ საცვლის გახდამდე გაკეთებინებენ ბუქნს არ ვიცი ალბათ არ ვიცი რამე ვარ კონდეს დამაუნი არ ვიცი. ну მე ამ თითო რაღაცას გიტოვებენ ნაწილს ლუქავენ ან საცმელს და უკვე უშუალოდ შედიხარ იზოლატორში რა და ძალიან პატარა ოთახი არის ბეტონის ფაქტიურად ძირს კედლები ყველაფერი და საწოლიც მაგიდაც და სკამიც არის მისვარკებული კედელზე. ანუ ყველაფერი არის სტატიკური, ვერაფერს ვერ გადაადგინებ და გახსნეს კარი და აქ და შეხვედრა ვითხრეს აი ერთ მახსოვს ის შეგრძნება რომ ჰაერი ხომ ეყოფა მარტო ეგის მქონდა რა რომ იქნება საკვარის ჰაერი და ვკითხე მოკლედ ამ ბადრაკს რომ არის საკვარის კიო არის ნერვიულო არის ჰაერიო და უჰაერობა ну გეშინია უჰაერობისო და შევედი ოთახში დაიკეტა კარი რომელიც არის ძალიან სქელი და ესე პატარაზე აი ამ ხელა ჭრილი აქვს სადაც ალბათ 5-10 წუთში ერთხელ იყურება თვალი ვიღაცის თვალი სხვადასხვა თვალები ესე გამოდის რომ დაგაკვირდნენ რაღაც თქვა არ ვიცი თავი არ დაიზიანო მგონია რომ ქალებს განსაკუთრებულად გვაქვს ეს რაღაც პრინციპულობა და ზუსტად ამის მაგალითი არის კიდევ ერთხელ ვახსენებ ზია ამაღლებელი და ძალიან ეშინია ხელისუფლებას მოკლედ ამ გაბრაზებული სამართლიანად გაბრაზებული მოსახლეობის და განსაკუთრებულად ქალების და ზუსტად მაგიტო დაიწყო ჩვენს მიმართ ესე ბოლო პერიოდში უფრო მეტად სასტიკი მოპყრობა ვიდრე თქვა აქამდე ყოფილა.